მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს არის 2025 წლის 31 ივლისი და მე მაქვს პატივი ეს ნამდვილად ასია. რადგან ჩემთვის პატივი ეს ნამდვილად პატივია და ქართველ ერს ეს პატივი საკმარისად აქვს, რომ მასზე ვისაუბრო. სხვა ქვეყნებში მე სხვა სიტყვებით გამოვდივარ. მაშასე დღეს თქვენთან საუბრის პატივი მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მადლობა გადაუხადოთ ღმერთს და ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ეს გაკეთებული აქვს. მადლობა უფალს დღისთვის, რომელიც ცხოვრებაში მოგეცათ, ვინაიდან ხვალ ყველაფერი შესაძლოა სრულიად მოულოდნელად შეიცვალოს. ღმერთმა ქნას ეს მოულოდნელობები მხოლოდ დადებითი იყოს. და საღამოს, როგორც ყოველთვის ვამბობ, დაურეკეთ თქვენს მშობლებს. ეს წერია ბიბლიაში და ეს სიტყვები ღმერთმა წარმოთქვა სინას მთაზე. ერთ-ერთ 10 მცნებაში, რომლებიც მან ხალხს მისცა. დღეს არ დავიწყებ მათ გამეორებას, თუმცა ყველაზე პირად ვიცი. ამით ვცხოვრობ. განსაკუთრებით მომწონს ღვთის იმედი, რადგან ღმერთი სიყვარულია და ყველამ, ვინც მისმენს, უნდა იცოდეს ეს და უბრალოდ მოусმინოს საკუთარ გულს. მე 74 წელი ვიცხოვრე და ისეთები მინახავს. ღმერთო ჩემო, ყველაფერი ბოლოს თქვენს პირად კეთილდღეობამდე მიდის. რაც არ უნდა მოხდეს. და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მე მყავდა ერთი ნაცნობი, ძალიან მდიდარი ადამიანი, მეწარმე. და იგი თავისივე ვაჟმა გაძარცვა. და ის დარჩა ყველაფრის გარეშე. ერთ დღეს დამირეკა და მკითხა, ეგ როგორ დამემართა? მე კი როგორც ყოველთვის ვუთხარი, ბოროტება არ ჩაიდო გულში. აკურთხე შენი შვილი. აბა რა უნდა მექნა, ხომ არ მოკლავდა? არა და ისე უყვარდა, იმდენი სიყვარული ჩადო შვილში. მაგრამ შვილი მაინც რაღაც თანხას ურიცხავს. მაშინ როცა ადრე მხოლოდ იახტები უყვარდა, ძვირადღირებული მანქანები და თვითმფრინავები. რა გაეწყობა? არა უშავს. სამაგიეროდ ახლა ის ბედნიერად ცხოვრობს. ის ჩემზე ცოტა უფროსია და მეუბნება, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არასდროს ვყოფილ ვარ. მკითხე რატომ? მე ხომ ფულში არ მაქვს საჭიროება. ხოლო ის მპასუხობს, რომ არა ის შემთხვევა. ადრე ათასობით ადამიანი მუშაობდა ჩემთან. ყოველდღე ვაკონტროლებდი, რამდენი ფული შემოდიოდა, რამდენი გაედინებოდა, რა რისკები იყო. და იქ, სადაც ბიზნესია, იქ ყოველთვის არის ქურდობაც. რა საზიზღრობებს, რამხელა ბოროტებებს იგონებენ ადამიანები. მეუბნება, იცი რა, დღეს ეს პრობლემა საერთოდ აღარ მაქვს. აღარ მეღვიძება შიშით, რომ ჩემთან საგადასახადო ინსპექცია მოვა. ან რამე ისეთი ვთქვიდაც პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს არ მოეწონება. მე თავისუფალი ადამიანი ვარ. ხანდახან თევზს ვიჭერ კიდეც, მითხრა. ხვდები, რამდენად ლამაზია ბუნება. ადრე ამ ყველაფერს ვერც კი ვამჩნევდი. ახლა ყოველ შაბათს საუბრობთ ტელეფონით. ასეთი ჩვევა გვაქვს. და ის ყოველ ჯერზე მიყვება ახალ ბედნიერებებზე, რომლებიც მის თავს ხდება. დიახ, ღმერთი ეს სიყვარულია და ყველაფერი, რაც კი თქვენ გემართებათ, როცა ამაზე კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ სინამდვილეში ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ ბედნიერები ყოფილიყავით. ყველაზე საშინელი კი ღმერთმა არქნას, ვინმეს სიძულვილია. არსებობს მშვენიერი კორეული ანდაზა იმაზე, რომ უნდა დაივიწყო სიძულვილი. აპატიო მტერს. ეს უკვე ქრისტიანობაა. სხვათა შორის, სამხრეთ კორეა თითქმის მთლიანად ქრისტიანულია, იცოდეთ, საოცარია. ერთ დღეს იქ გამოჩნდა ერთი მღვდელი, რომელიც შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა. ეს ქვეყანა დღეს ძალიან მდიდარია. ხალხი კარგად ცხოვრობს და იქ ბევრი სამართლიანი კანონია.
ეს ანდაზა გვეუბნება დაჯექი ჩუმად, აკურთხე მტრები და უყურე როგორ მიაქვს მდინარეს მათი გვამები. ღმერთო ჩემო, რამდენი ასეთი გვამი მინახავს. ძლევამოსილი მტრები მყავდა. მაგრამ საზიზღრები იყვნენ, როგორც ადამიანები. ახლა კი მთავარზე. საერთოდ მე არ ვაპირებდი ამ ისტორიების მოყოლას. მინდოდა მე თქვა თქვენთვის, კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ფონდი, რომელიც ოდესღაც მე შევქმენი. რადგან ის სულ სხვანაირია. არ გავს იმ ფონდს, რომელიც უკრაინაში გვაქვს. უკრაინაში ჩვენ ვეხმარებით უსახლკაროებს და პენსიონერებს. ეს ფონდი თავიდანვე ქართული იყო. ასეც იყო ჩაფიქრებული. და ძალიან ცოტა დრო დარჩა იმ დღემდე, როცა ჩემი სახელი ფონდის სახელწოდებიდან გაქრება. მიუხედავად იმისა, რომ მე საქართველოს მოქალაქე ვარ, მაინც შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, ეს ხომ ჩვენიანი არ არის. თქვენიანი ვარ. მე თქვენი ადამიანი ვარ. თითქოს საქართველოში დავიბადე, მთელი ცხოვრება აქ გავატარე და დღემდე არ ვწყვეტ ამ ქვეყნის სილამაზით თკბობას. ავაშენე სახლი, რომელსაც ჩემამდე და ჩემ შემდეგ ალბათ ვერავინ ააშენებს. ვისაც ქობულეთში მოუწევს გავლა, შემოიარეთ, განსაკუთრებით ზღვის მხრიდან. ეს ნამდვილი სასახლეა. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ვცხოვრობ, ეს ქვეყნისადმი პატივისცემის ნიშნად გავაკეთე. მაგრამ მაინც ფონდის სახელი შეიცვლება და მას ქართული სახელი დაერქმება. აი ახლა მთავარი. რა დავარქვათ? დამიწერეთ თქვენი ვერსიები. სხვადასხვა პრემია დავაწესე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ლამაზ და შთამბეჭდავ სახელს შემოგთავაზებს. მე აუცილებლად გადავარქმევ ფონდს სახელს, რადგან ეს ეგოიზმია და არასწორია. მე დღეს უკვე თითქმის აღარ ვიღებ მონაწილეობას ფონდის საქმიანობაში. ეს უკვე თქვენი ფულია, თქვენი ხმარებით ხალხს, თქვენს ხალხს. და რაც ყველაზე მთავარია, რაც მინდოდა თქვენთვის გადმომეცა, ჩვენ დავინახეთ ტენდენცია. თქვენ უფრო და უფრო მეტ თანხას ხარჯავთ ავადმყოფებსა და მომაკვდავებზე. და ეს კარგი და სწორია. გულით, ადამიანურად. მაგრამ ნელ-ნელა კარგავთ ინტერესს მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ. გარწმუნებთ, იმ პირობებში, რომლებშიც ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 60%. სხვა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთში, რაც არ უნდა თქვან მაღალჩინოსნებმა, ეს საშინელი სიღარიბეა. ჩვენ იმდენით კივილი ვნახეთ, რომ ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს კინაღამ გულის დაავადება დაემართა. თქვენ ამას საკუთარი თვალებით ვერ ხედავთ. ჩვენ კი ვცდილობთ ყველაფერი გაჩვენოთ და მინდა რომ გახსოვდეთ, ჩემი ფონდის მიზანი ეს არც ზედმეტი კარადაა და არც ველოსიპედი. თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხომ კარგად მახსოვს, როგორ ვოცნებობდი ველოსიპედზე, მაშინ, როცა უპატრონო ვიყავი. მეც არ მქონდა ველოსიპედი, მაგრამ ბიჭები მათხოვებდნენ ხოლმე. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანია დახმარება ამ ოჯახებისთვის. არ დაიშუროთ ლოცვები, არ დაიშუროთ გაზიარებები. თუ გაქვთ შესაძლებლობა, მაშინ დაეხმარეთ. ოღონდ ნაღდი ფულით არა, რადგან ნაღდი ფული ანგრევს ამ ოჯახებს. მათ ყველას რაღაც პრობლემა აქვს. ზოგს ალკოჰოლთან, სხვებს ღმერთმა დაგვიფაროს და ნარკოტიკებთან. ერთ დროს ქვეყანა პირველ ადგილზე იყო C-ჰეპატიტით. სხვათა შორის, ჩემს სახლთან ახლოს, სანაპიროზე, იმდენი შპრიცი ყრია. საშინელებაა. არასოდეს მინახავს ნარკომანები პირდაპირ სახლთან, მაგრამ არიან კი. რატომღაც ის ადგილი უყვართ. ჩემი სახლი მდებარეობს ჩემსა და ივანიშვილს სახლს შორის არანაირი განსხვავება არ არის. არაფერია აშენებული. იქ არის რაღაც ობიექტი. არ მახსოვს. რაღაც პატარაა. მხოლოდ ერთი რამ. ჩემი სახლი ბევრად ძვირი და ლამაზია. სამწუხაროდ ჯერ ვერა და ვერ გამოვაღწიე, მაგრამ მალე ჩამოვალ და შევხვდებით. დაეხმარეთ ბავშვებს, რათა ისინი გახდნენ ნამდვილი მოქალაქეები. რომ განათლება მიიღონ, რომ არ შერცხვეთ ტანსაცმლის გამო. რა კი ამაზე ვსაუბრობ,
ჩემს ბავშვობას რომ ვიხსენებ, უნდა გითხრათ, ძალიან მრცხვენოდა. არ დავდიოდი მთლად გაუბედურებული. მაგრამ დახეული ტანსაცმელი მეცვა. რაღაც რომ არ მქონოდა, რაც ხვებს ჰქონდათ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ლიდერი ვიყავი. გოგონები განსაკუთრებით მჩუქნიდნენ ხოლმე სხვადასხვა რაღაცებს. ისეც, რაც ხვებსაც ჰქონდათ. ღმერთმა არქნას. არასდროს ვგრძნობდი, რომ ვინმეზე ნაკლები ვიყავი. სულით კი პირიქით, უფრო ძლიერიც კი. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ეს ყველაფერი ღვთის სიყვარულის გამოა. მილიონებიც მიუხედავად იმისა, რომ 40 წლამდე დოლარიც კი თვალით არ მინახავს. და მე შევქმენი ფონდი იმისთვის, რომ ღმერთმა თქვენთვის მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩემთვის გააკეთა. თუმცა ვერ ვხვდები, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი, რაც მან ჩემთვის უკვე გააკეთა. სამჯერ ვიყავი პარლამენტის წევრი, მილიარდერი გავხდი. ორჯერ უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერი. სადაც მე იმაზე მეტმა ადამიანმა მომცა ხმა, ვიდრე ნებისმიერი მცირე პოსტკომუნისტური ქვეყნის პრეზიდენტისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. მე ეს დავივიწყე და საერთოდ არ მაინტერესებს. გავაცნობიერე, რომ ღმერთი ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით მიმავლენს. თქვენი გულის კარების შეღებისკენ. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დახმარების გარეშეც ბევრი გაჭირვებული იცხოვრებდა. ის რომ ჭერიდან წყალი წვეთავს და ის რომ იყო ერთი ბებია, რომელიც მხოლოდ ხოხვით გადაადგილდებოდა, ვერ დგებოდა. ქმრის სიკვდილის შემდეგ ფეხები პარალიზებული ჰქონდა. ტუალეტამდე 100 მეტრი ჰქონდა გასავლელი. წვიმაში, ტალახში, ზამთარში, თოვლში მიდიოდა. არა, მიდიოდა კი არა, მუხლებზე ხოხავდა. უფალი ამბობს, თუ შენ მას მიეცი, იგულისხმება ადამიანი, რომელსაც არც კი იცნობ. ჯერ არასდროს გინახავს და ის შენ მადლობასაც არასდროს გეტყვის. ეს ხალხი სხვათა შორის მადლობას თითქმის არასდროს ამბობს, არასდროს. პირიქით, უფრო და უფრო მეტს ითხოვენ, მაგრამ ამაში ვერ ყვევით, ზედმეტობების გარეშე. და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის, აღუწეროთ სურათი ისე, რომ თქვენი სული ღვთის მიმართ გაიხსნას. სიყვარულით მოყვასისადმი. ეს პირდაპირ თქვა იესო ქრისტემ. ამას თავადაც ნახავთ ბიბლიაში. სხვათა შორის თუ ბიბლია არ გაქვთ იცოდეთ, მილიარდერი ნამდვილად ვერ გახდებით, ვერც მილიონერი. მე სულ საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და იქ უჯრაში ერთი რამ არის ყოველთვის. ბიბლია. არაფერი სხვა, მხოლოდ ბიბლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ამბობს, თუ ხელი გაუწოდე ადამიანს. თქვენ ამას წაიკითხავთ. ჩვენ ქვემოთ დავამატებთ ამ სიტყვებზე ბმულს. ეს ნიშნავს, რომ შენ მე გამიწოდე ხელი. შენ მე გამიწოდე ხელი, როცა ვკვდებოდი, როცა მშიერი ვიყავი, როცა გაყინული ვეგდე. ღმერთო, როდის, ჩვენ კი ვერასდროს წარმოვიდგენთ იმ საშინელებებს, რომლებშიც ამ ოჯახებს უწევთ ცხოვრება. ამიტომ გთხოვთ გადააფასეთ თქვენი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ და დაეხმარეთ. საჭიროა სახლები. ახლა ვცდილობ მთავრობისგან მივიღო თანხმობა, რომ დღეგ მაინც არ გადავიხადოთ. მინდა პატარა სახლები შევიძინო. მაქვს თანხა 100-მდე სახლისთვის. მაგრამ სად ვიშობო ისინი? საზღვარგარეთიდან უნდა ჩამოვიტანოთ, იქ უფრო იაფია, მაგრამ გადასახადების გათვალისწინებით უფრო ძვირი გამოდის. სწორედ ეს არის უბედურება. მთავრობას, ღმერთმა მაპატიოს, სულაც არ ანაღულებს ამ ადამიანების კონკრეტული ტკივილები. თუმცა არიან ადამიანები, ჩინოვნიკები, ვიზეც დღეს მინდოდა მესაუბრა, მაგრამ აი სულ სხვა რამ გიამბეთ და მაინც ესეც აუცილებელია. არ შემიძლია რომ არ დავიკვეხნო, რომ ჩემს საყვარელ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ჩემს პატივისცემას. არ ვიცი თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათ მიმართ, მაგრამ მე აუცილებლად მინდა რომ წარვადგინო ისინი. შეიძლება ეს მათ დაეხმაროს.
უბრალოდ რომ იცოდნენ, ღმერთს ისინი უყვარს, მიუხედავად მათი ხასიათისა და მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათ მიმართ. მაგალითად ეს არის ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი. აი მისი ფოტო. მან სოციალურად დაუცველს ბინა გადასცა დასახლებაში. წარმოგიდგენიათ? და ბავშვს გაუწია, რომელიც სხვადასხვა მუდმივად საჭიროებს დახმარებას. მეც ამაზე აუცილებლად გესაუბრებით. გაუწია ფინანსური მხარდაჭერა მუდმივ ლოგოპედზე, სკოლის მასწავლებელზე, რომელიც პატარა გიორგის ასწავლის და მას მასაჟებსაც უტარებს. ღმერთო ჩემო, რა ყოჩაღია. არ ვიცოდი და ჩემთვის დიდი პატივი იქნება გავიცნოთ ერთმანეთი ბატონო ზაზა. აი ავთანდილ გულიკაშვილი, საგარეჯოს მერი. მე პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს. შეიძლება თქვენს წარმოდგენაში ის სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდეს, მაგრამ მან გააკეთა სრულიად გულითადი და კეთილი საქმე. დააგო ასფალტი როსტიაშვილების სახლის წინ, რომ იქ ინვალიდის ეტლში მჯდარ ადამიანს გადაადგილება შესწლებოდა. წარმოგიდგენიათ, როგორ იტანჯებოდა ის ადამიანი. ახლა კი მის სახლამდე გზაც არის ამ ერთი ადამიანის დამსახურებით. მიუხედავად იმისა, რომ მაღალჩინოსნებს ჩერნოვეცკის ფონდი დიდად არ უყვართ, ეს ზუსტად ვიცი, როცა ჩვენ ვაჩვენებთ რეალურ ისტორიებს, იმ საშინელებებს, რაც ზოგიერთებმა ჩაიდინეს. არ დავასახელებ ვინ, ყველამ ერთად. მე ხომ ყველა მთავარს ვიცნობ. მე თითქოს ვაკრიტიკებ მათ. როცა ვაჩვენებ დანგრეულ სახლს, სიბინძურეს, ტილებს, ტარაკნებს, როგორ დარბიან ვირთხები ბავშვების ირგვლივ. ღმერთო ჩემო. მაგრამ საბოლოოდ ისინი კი მაინც აღიქვამენ ჩვენ და თქვენ, როგორც ღირსეულ და პატიოსან ადამიანებს. დავით ერემეიშვილი ის ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებს. მისი ხელმძღვანელობით მერიამ ოჯახს კიდევ ერთი ოთახი გამოუყო. ყოჩაღი, დეკანოიძეების ოჯახი. საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი მერჯები. მერიამ გამოყო 3000 ლარი სახლის რემონტისთვის. გაიხაროს. ლევან ივანაშვილი, საჩხერის მერი. ღმერთო ჩემო, ის დაეხმარა ერთ დაქვრივებულ ქალს ყველაზე რთულ მომენტში მის ცხოვრებაში. და თქვენ ნახავთ ამას. ლევან ანდრიაშვილი, თელავის მერი. ვარ ნამყოფი თელავში, ყავდა იქ საუკეთესო მეგობარი. მაგრამ საწყალი სამწუხაროდ გარდაიცვალა, როცა 1986 წელს ტრაგედია მოხდა. კიევთან ბირთვული ელექტროსადგური აფეთქდა და მე ოჯახთან ერთად 3 თვის განმავლობაში ძალიან მიმიღეს კეთილმა ქართველებმა. ერთი თეთრიც კი არ მქონდა მაშინ. უნივერსიტეტში ვასწავლიდი და ეს ადამიანები მატარებდნენ ყველაზე ლამაზ ადგილებში. მასმევდნენ და მაჭმევდნენ. ღმერთს მადლობა, რომ ალკოჰოლიკი არ გავხდი. ეს მართლაც მშვენიერი ქალაქია. და აი ასეთი ადამიანია მისი მერი. მან ჩაატარა ტენდერი სახლის რემონტზე და გამოყო 20,258 დოლარი. ყოჩაღი კაცი. ღმერთმა გაგაძლიეროს. ლისაბერიძეების ოჯახი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა. გენადი ბალანჩივაძე, წყალტუბოს მერი. მოიტანა სამშენებლო მასალები, 1160 დოლარის ღირებულების. ახლა ეს ოჯახი სახლში ცხოვრობს. მართალია არაფერი დაგვიწერეს. მადლობებს იშვიათად ვიღებთ, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვენი საიტის მეშვეობით. თითოეული თეთრი, ჩემი პირადი კონტროლის ქვეშაა. აი ხომ ხედავთ, დაიჯერებთ, რომ შევძლებთ თუნდაც ლარის მოპარვას.
ღმერთო ჩემო. სხვათა შორის არც კი მინახავს ნამდვილი კუპიურა. უნდა ვნახო. ირაკლი ცეცხლაძე, ქობულეთის ჩემი მშობლიური ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი. იქ მაქვს სახლი. კარგი კაცია, უნდა შევხვდე. მან გადარიცხა 13,000 ლარის სახლის რემონტისთვის. გაიხაროს. ხარაიშვილების ოჯახმა თბილისში მოიპოვა დახმარება თავის საჭიროებებზე. $1,204 კახა კალაძისგან, მერისგან. კალაძეს ვიცნობ. არ ვიცი, გულით გააკეთა თუ სამსახურიდან გამომდინარე. მაგრამ გააკეთა და დღეს ჩვენ მას წარვადგენთ. ნაზარიშვილების ოჯახი. გორის მუნიციპალიტეტი. სოფელი კვახრელი. მართლაც ძალიან სერიოზულად დაეხმარა. ირაკლი შეაშვილი. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. ტენდერი ჩატარდა სახლის აშენებაზე. წარმოგიდგენიათ ოჯახს, რომელსაც სახლი დაეწვა, თანაც ბევრი შვილი ყავს. და აი დაეხმარა. ჯონდომ დივნიშვილი. ლაგოდეხის მერი. კეთილის სახე და კეთილის საქმეები. სახალხო დამცველის წერილის შემდეგ მუნიციპალიტეტიდან მოვიდნენ და ძალიან სწრაფად იმოქმედეს. გააფორმეს, ჩაწერეს ვაუჩერი მისცეს და რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. ბევრი რამ. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი მინისტრი, მას მინისტრის რანგის პოსტი აქვს, არის ომბუდსმენი, სახელად ლევანი. მართალია ხანდახან ისინი ჩვენზე ალბათ ვიღაც უბიძგებს, რომ რამე ბოროტება გაგვიკეთონ. მაგრამ მთლიანობაში ის ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოსთვის. კეთილი ადამიანია, ბედნიერებას ვუსურვებ. ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარიშვილი. მისი ჩვენთან განხორციელებული ყველა კეთილი საქმე ფოტოს ქვეშ არის მოცემული. სიღნაღი, მალხაზ ბეგიაშვილი. სიღნაღის მერი. ხშირად ყოფილ ვარ სიღნაღში. იქ გეიზერია, 86 გრადუსი. სადღაც ახლოს ვულკანიც მდებარეობს. მელქუაშვილების ოჯახს დაეხმარა რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე. პირველი ქალი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. გურჯაანის მერი, გიორგი მაჭავარიანი. ბოდიში თუ რამე სიტყვა არასწორად ვთქვი. აბაზაშვილების ოჯახი. ეს ადამიანები ნაგავს საყრელზე დადიოდნენ. ფონდმა მათ აჩუქა ლამაზი ნივთები. შეგიძლიათ ნახოთ. მერიამაც გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და ის იმსახურებს, რომ ჩემს გამოსვლაში ვაჩვენოთ. მეგობრებო, სულ ეს იყო. ჩვენ ვეცდებით მეტი ფოტო გაჩვენოთ, რათა დაინახოთ, რომ ღმერთი თქვენს გვერდით არის. უფრო მეტადაც კი ვიდრე იმ ადამიანებთან, ვისაც თქვენ დაეხმარეთ. მერწმუნეთ. შეიძლება თავად ვერ გრძნობდეთ ამას, მაგრამ 74 წლის ასაკში სამართლისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. უფალმა გზა გაჩვენათ, ხელი გაგეწოდებინათ ამ უბედური ადამიანებისთვის. და შეგიძლიათ ელოდოთ მისგან იმავე სიყვარულს, რაც თქვენ გამოავლინეთ მრავალშვილიანი და გაჭირვებული ოჯახების მიმართ. არ დაგავიწყდეთ მშობლებს დაურეკოთ. როგორ არ მინდა გემშვიდობებოდეთ, რადგან ყველანი მიყვარხართ და ყველას პატივს გცემთ. ვიცი, როგორი სიყვარული შეუძლიათ ქართველებს. ჩვენს გარეშე, თქვენ გარეშე, მეგობრებო, ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა. წარმატებები. ნახვამდის.